შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. განშორება მე-7 არ ძალუც წყალსა მრავალსა დაშრეტად სიყვარულისა და დინარე ვერ წარღვნის მას ქებათა ქება. ესტატე ბათუმიდან არ ჩამოსულა. საღამოს კორნელიმ და მიხამ პალტო და ჩემოდნები აიღეს. სადგურზე წასასვლელად მოემზადნენ. ვარდო, ელო და ნინო ქუჩაში ჭიშკრის წინ ისხდნენ და ჩუმად საუბრობდნენ. ჯერ ადრე არ არის სადგურში წასვლა. ჰკითხა ვარდომ კორნელის. სადგურამდე 2 კილომეტრია, ნელა ვივლით, მიუგო კორნელიმ. დაღამდა. აივანზე ანთებული ლამპის შუქზე ნინოს ფერმკრთალი სახე მოსჩანდა. კორნელის სურდა წასვლის წინ მისთვის ორიოდე სიტყვა მაინც ეთქვა და ახლა ფიქრობდა მარტო დარჩენილიყო მასთან. იგი მდუმარე აჩრდილივით ატუზულიყო ქალის გვერდით. ვარდოს და ელოს არეულ პასუხს აძლევდა შეკითხვებზე. ნინომ გაოცებით შეხედა. შეიძლება 2 წუთით გთხოვოთ. უჩურჩულა კორნელიმ. ნინო გაჰყვა. ისინი ჭიშკარს მოშორდნენ და ქუჩის პირას შეჩერდნენ. თქვენი უქეიფობის მიზეზი მე ხომ არა ვარ? ჰკითხა კორნელიმ. იქნებ თქვენც ახართ, მიუგო ნინომ. რა დავაშავე? ნინო დუმდა. მითხარით, გევედრებით, თხოვდა კორნელი. ნინო მერდბაშად შეხედა, აღელდა, ოდნავ კანკალი დააწყებინა. ქალის მღელვარება კორნელისაც გადაედო. მიპასუხეთ რა დაგიშავეთ? გიორგი მახვილაძე ვინ არის? ჩუმად ჰკითხა ნინომ და ჩრდილს მოეფარა. მე ვარ, ეგ ჩემი ლიტერატურული ფსევდონიმია, მიუგო კორნელიმ. საოცარია. რატომ? ასპინძისა და ასკერის მერე გოჯასპირის დაწერა საოცარია. გაუმეორა ნინომ. ეგ არის მიზეზი თქვენი უქეიფობისა და ჩემდამი გულის აცრუებისა. ესა და სხვაც. სხვა რა? ახლა ნუ შეუდგებით იმის გამოძიებას. მერმე გეტყვით თბილისში. იმ დრომდე როგორ გიცადოთ? ახლა მითხარით. ახლა ვერ გეტყვით. ნინო, დაფიქრდით რა დღეში მაგდებთ. თქვენ უარეს დღეში მაგდებთ, მაგრამ ღმერთმა მოკითხოთ სამაგიერო. ღმერთი თუ არა სხვა ვინმე ქალი მიგიზღავთ სამაგიეროს. მე ეს მჯერა და ღრმა დამწავს. ნინო, რა მოგივიდათ? რას ამბობთ? ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, მაგრამ არა როგორც მტრები. შესაძლოა ნინოს ვერ გაებედნა ამის თქმა. ღამე რომ არ ყოფილიყო, ან კორნელის სახე და თვალები დაენახა. მე არ შემიძლია ვიყო თქვენი მეგობარი, თუ ჩვენი სიყვარული გათავდა. მიუგო კორნელიმ ჩაწყვეტილი ხმით. მაშ სიძულვილი? ჰკითხა ნინომ და ხელები ჟაკეტის ჯიბეში ჩაიწყო. კორნელიმ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. ამ დროს დედამ ნინოს დაუძახა. ნინო, 10 საათია, დააგვიანდებათ. სად უნდა მიმეჩქარებოდეს ახლა?
წარე ღიმილით უთხრა კორნელიმ ნინოს. კარისმერეთი და თბილისი რად მინდა, თუკი თქვენ ჩემთან ერთად არ იქნებით. აბა ეგრა სათქმელია, კარისმერეთში დედა თქვენი ცხოვრობს. ნურც თბილისს გმობთ, რომელიც თქვენივე თქმით საკუთარ თავს გირჩევნიათ. თუმცა არ ამჯერა, კაცმა თავისი ქვეყნის და სინამდვილის ისეთი სურათი დახატოს, როგორიც გოჯას პირშია და მას სამშობლო თავის თავს ერჩიოს. მიუგო ნინომ, რა ვუყო, ჩემი ქვეყნის ცხოვრება და სინამდვილე თუ ასეთია, შენიშნა კორნელიმ. ეს ცილისწამებაა. მაპატიეთ კორნელი თქვენი გაკილვა როგორც მწერლისა. იქნებ ჩემი საქმე არ იყოს, მე სულ სხვა რამ მაშინებს. რა გაშინებთ? ის რომ ჩემდამი თქვენს გულწრფელობაში და სიყვარულში საბოლოოდ დავეჭვდი. რა საბუთით ამბობთ მაგას? ნინო, ისევ დაუძახა თავის ქალს ვარდომ. უკვე დააგვიანეს სადგურზე და ემშვიდობეთ ერთმანეთს. შვიდობით. ნაღულიანი ხმით უთხრა ნინომ კორნელის. წარედ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. მაგრამ მისი თვალები სულ სხვას ამბობდნენ და ხელი ვეღარ გაუშვა. კორნელიმ ეს იგრძნო და დამაგვიანდეს. მი აქედან არ წავალ, სანამ არ გავიგებ ჩემდამი თქვენი შეეჭვებისა და უნდობლობის მიზეზს. დაჟინებით უთხრა კორნელიმ. კლავში ხელი გაუყარა, რომ ჭიშკრიდან ცოტა შორს წაეყვანა, მაგრამ ქალმა არ გაიკარა და კაცრად უთხრა. თქვენ მუდამ სარგებლობდით თქვენდამი ჩემი გრძნობით და როგორც გსურდათ ისე მათამაშებდით. კმარა, დავიღალე. ამიერიდან თქვენ არ მოგცემთ უფლებას ძალა დამატანოთ და დამცინოთ. კორნელიმ ვედრებით სავსე ხმით მიუგო. კი არ დაგცინით, გაღმერთებთ. ძალას კი არ გატანთ, გევედრებით, გემუდარებით. არა, აქ გაუგებრობაა. არავითარი გაუგებრობა, მოუჭრა ნინომ. ახლა მე თქვენ არაფერს არ გეტყვით. თბილისში კი მოგახსენებთ. თუმცა რა ბრალდებაც არ უნდა წამოგიყენოთ, განა არ ვიცი, თავს მაინც როგორ გაიმართლებთ. განა თქვენ ლამაზი სიტყვები დაგელევათ, თქვენ უცნაური ადამიანი ხართ. თქვენ უცნაურად უყურებთ ცხოვრებას. ცხოვრება თქვენ ამ ქვეყნად გათამაშებული კომედია გგონიათ, სიყვარული კი გასართობი რომანი, რომელიც მორიგ ეპიზოდად უნდა შევიდეს თქვენს ბიოგრაფიაში, მაგრამ მე არ მცალია თამაშისათვის. ახლა მე მესმის თქვენი სისხლიანი რომანი. ჩვენი კავშირი მართლაც არასოდეს არ იქნება ბედნიერი, მაგრამ არსებობს კი ამ ქვეყნად ისეთი ქალი, რომელიც თქვენს ხელში ბედნიერი იქნება, თუ მას თავმოყვარეობა გააჩნია. იქნებ არსებობს კიდეც ქმრის მონად გაჩენილი რომელიმე ქალაქელი ფილისტერი ქალი, ან სოფლელი თავქარიანი გოგონა, ანგელინა, ან ვენერა. აი მას გისურვებდით ცოლად. ჩემი ცოლობის გამო კი დედა თქვენს, იმ დარბაისელ, კეთილ და ჭკვიან ქალს ნურაფერს ნუეტყვით. ცოდვა. კორნელის თავზარი დაეცა და წამიერად თვალთ დაუბნელდა. მის თავზე ასეთი სახარების წაკითხვას ნინოსგან არ მოელოდა. იგი ერთბაშად მოეშვა, მოდუნდა და არ იცოდა რა ეპასუხნა ქალისთვის. გარღვეულ ღრუბლებიდან მთვარემ გამოანათა და ნინომ კორნელის ფერმკრთალი, ტანჯვით მოცული და დუმარე სახე რომ დაინახა, შეეცოდა და უთხრა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრებად უნდა დავრჩეთ. თქვენ ყოველთვის იპოვით ჩემში მეგობარს. გმადლობთ შებრალებისთვის.
მე მოწყალების გამოთხოვნა როდი მჩვევია, თქვენ როგორიც თავიდან იყავით, ისეთივე დარჩით. ზედმეტად ამაყი, ზვიადი და თავმოყვარე, არც ერთი ნასახი მონანიებისა. რა მოგივიდათ? იყვირა ვარდომ და ნინოსკენ გაემართა. მას ელო და მიხაც მიხვნენ. შვიდობით, ნინო, შვიდობით, ნინო, ძლივს ამოღერღა ხმა კორნელიმ. შვიდობით. აი ეს ცადა ვარსკვლავები იყოს მოწმე, რომ მე თქვენს წინაშე დამნაშავე არა ვარ. შვიდობით. უკანასკნელი სიტყვები ვარდომ ცხადად გაიგონა და ტანში გააჟრჟოლა. კორნელიმ ცივი ტუჩები შეახო ნინოს ხელს, მერმე ვარდოს და ელოს გამოემშვიდობა. მიწაზე დადგმული ჩემოდანი აიღო და გზას გაუდგა. მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდნენ. იგი მთვრალივით ბარბაცებდა და ღობე ყორეს ეხეთქებოდა. ასიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, გული შეუღონდა. სული ვეღარ მოითქვა და თვალთ დაუბნელდა. ძლივს მოასწრო ქუჩის პირას ვიღაც მოსახლის ეზოს ღობის მარგალისავით წაევლო ხელი. მერმე მარგალი ხელიდან გაუსხლტა და ღობეზე იღლიით ჩამოეკიდა. სიკვდილი მოვიდა. გაიფიქრა კორნელიმ და ისე მძლავრად ამოიგმინა, თითქოს მთავარი სული აღმოხდაო. მიხა შეშინდა, მივარდა, ხელი წაავლო და ჰკითხა, რა მოგივიდა ბიჭო? გული შეტევა მომივიდა, დაიცა, ნუ გეშინია გამივლის, ამშვიდებდა კორნელი. ისევ წაავლო მარგილს ხელი და თანდათან გასწორდა. კარგა ხანს იდგა ასე დედამიწას დაშტერებული. მერმე თავი ასწია. მიხას გიჟივით შეხედა და შესძახა. წავიდეთ მალე აქედან. მიხა უკან მიჰყვებოდა და გაუბედავად ეკითხებოდა. რა მოხდა? რა გითხრა ნინომ ასეთი? ნუ მეკითხები. ყველაფერი გათავდა. ჩქარა მივიდეთ სადგურში, თორემ დავაგვიანებთ. მიუგო კორნელიმ. თითქოს სადგურში მისვლა, მატარებლით გამგზავრება და ქობულეთიდან გაქცევა უშველიდა. იგი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, მის თავში დაულაგებელი ფიქრები ტრიალებდნენ. სად უნდა წავიდე? დედასთან. როგორ უნდა მივიდე დედასთან მაყაშვილთაგან გამოგდებული და შეურაცხყოფილი? რასულელი ვიყავი სიყვარულით თავს რომ ვირთობდი და ბედნიერებაში მნათობებს ვეჯიბრებოდი. კორნელი შედგა, ცას ახედა. გაცრეცილი ღრუბლები გარღვეულიყვნენ და გაფანტულ ფარესაებრ მოედინებოდნენ. კორნელის მოეჩვენა, ღრუბლები კი არა, არამედ ღრუბელთა შორის მავალი მთვარე მისცურავსო. თავბრუ დაეხვა და ისევ დედამიწას დააცქერდა. უცებ მაგრად ჩასჭიდა მკლავში ხელები მიხას და ჰკითხა, ვინ ეუბნება იმ ქალს, ჩემ შესახებ ჭორებს, ვინ? მიხამ გაოცებით შეხედა. კორნელიმ ისევ გაუმეორა შეკითხვა. მიხა დაიბნა. ჩემი აღსასრულის დღე მოვიდაო, გაიფიქრა და აბნეულად მიუგო. რა ვიცი, მეც მიკვირს. უყვირა კორნელიმ. არიცი, შენ არასოდეს არაფერი არიცი. შენ სხვის ტანჯვას რას დაეძებ? ხიფათზე რიდები, წყლიდან მუდამ შრალი ამოდიხარ. თქვი, მოღალატე ხარ თუ არა? თქვი, რას გაჩუმებულ ხარ? ენა მოიხე წყეულო. შესძახა კორნელიმ და ორივე ხელით მკლავი ისე ღონივრად მოკაჩა, რომ
კინაღამ არ მოსწყვიტა და ძვლის თავი ფოსოდან არ ამოუგდო. მიხა შეშინდა, სახე ტკივილით დაემანჭა. მე რა ვიცი, ვინ გჭორავს და გღალატობს? მე არაფერი არ ვიცი, მე რაშვაში ვარ. თავის მართლება დაიწყო მიხამ და ნაცემი ძაღლივით კორნელის უკან მიჰყვა. ალბათ ძალიან ყვარებია ნინო, მის უარს ასე მწვავედ და ავადმყოფურად რომ განიცდისო, გაიფიქრა მან და გაუკვირდა. თუ არსებობენ კიდევ ამ ქვეყნად ასეთი ბრიყვები და გულუბრყვილ ადამიანები, რომელთაც უზადო, რომანტიკული და რაღაც მაღალი სიყვარულისას წამთ, რა უცნაური კაცი ყოფილა კორნელი. ასეთი შმაგი მიჯნურობა ახლა მართლაც სასაცილოა, ფიქრობდა შეშინებული და ზნედაცემული მხატვარი. ზღვა ხელავდა. ისევ კაეშნის მომგვრელი მისი გმინვა ისმოდა და კორნელის მოეჩვენა თითქო მიწა იძურის და მის წიაღიდან დახშული გუგუნი მოისმისო. უარყოფილი სიყვარულის გამო კორნელის გულღვიძლსა და სულში ცეცხლი ტრიალებდა და მას ზღვის წყალიც კი ვერ ჩააქრობდა. 11 საათის მატარებელი წასულიყო და რადგან გაშმაგებულ კორნელის ერთ ადგილზე გაჩერება და უმოძრაოდ ყოფნა არ შეეძლო, ბუფეტში შევიდა. მან და მიხამ ერთი ბოთლი არაყი დასცალეს. არაყმა უფრო გაახელა ისედაც აღგზნებული ჭაბუკის გრძნობა და გონება. კორნელი და მიხა ბაქანზე გავიდნენ და ვეება ევკალიპტის ქვეშ გრძელ სკამზე დასხდნენ. სადგურის წინ მისლიანი ღამის მდუმარებით მოცული ველი გაშლილიყო. ჭყამტობებში ბაყაყები თავისი დაღრენილი ლაშებით თითქო ციების ცოდვა მადლის განკითხვაზე ყიყინებდნენ. ქვენა ქარს ზღვის ქშენა, შხუილი, გმინვა, გუგუნი მოჰქონდა და უცნაური ფიქრით მოცული კორნელი ღამის წყუდიაც მოჯადოებული გასცქეროდა. მიხა სკამზე წამოწოლილიყო და ხელები მკერდზე დაეწყო. ნაშვაღამებს ბაყაყების ყიყინი შეწყდა და ზღვიდან უჩინმაჩინის ქუდით დახურული უსახო ნისლი წამოვიდა. ნესტიანი და წყლით გაჟღენთილი, თითქო წვიმად ქორავსო. ჩაძინებული პატარა სადგურის დანამული ლამპიონები უსინათლოთა თვალებით ბჟუტავდნენ ნისლიან ღამეში. დიდი სიჩუმე ჩამოწვა. სიჩუმეში ზღვის ქშენა და კაეშნის მომგვრელი გმინვა უფრო მკაფიოდ ისმოდა. კორნელის მოეჩვენა თითქოს ამ გოლიათ სტიქიონსაც უსინათლო ღამის ეშინია და თავის ობლობას უჩივისო. შორიდან ორთქმავლის უმწელო გულის დამღონებელი ისეთი კივილი გაისმა, გეგონებოდათ საქონელს წელკავი შეეყარა და წაღერილი კისრით ბღავისო. კორნელი შეკრთა და მიხას დახედა. გულხელ დაკრეფილ მხატვარს მკვდარივით ეძინა. კორნელი დიდხანს უცქირა და რატომღაც შეეცოდა. ადგა და სკამზე გადაკიდებული პალტო დახურა. მერმე დაჯდა და ღამის წყუდიაც ისევ კაეშნით გახედა. საკვირველი იყო, რომ იგი ამ წუთას ნინოზე არ ფიქრობდა. ცოტა ხნის მერმე ორთქმავლის კივილი უფრო ახლოს გაისმა. მისმა ფარნის შუქმა წყუდიადი მკრთალად გამოაბჟუტა. ნელა უღონოთ მომავალი მატარებელი სადგურზე ჩამოდგა. უფერებისა და რკინის ჯახანი და გულსაკლავი ღრჭიალი ატყდა. სადგურის წინ ერთმანეთზე გადაბმული უამრავი ცისტერნა ცხელ უდაბნოში მავალი აქლემივით ქარავანივით გაჩერდა. დიდხანს იდგა ცისტერნების დადუმებული ქარავანი. მერმე წელმოწყვეტილი დაიძრა. ისევ ღამის წყუდიათში შერგო თავი და გეზი ქუთაისისაკენ აიღო.
სადგურზე წამიერად ატეხილი ხმაური და ფუსფუსი შეწყდა და ირგვლივ ისევ სიჩუმე დამკვიდრდა. შორს ქუთაისისაკენ მიმავალი ორთქმავლის უნუგეშო კივილი გაისმა. ქობულეთის ველზე, ჯაგებში, უხილავად ჩასაფრებულმა და ყურებ დაცქვეტილმა ტურებმა ისეთი შემზარავი ჩხავილი მორთეს, გეგონებოდათ წყდიადით მოცული მუნჯი ღამე ვერ აიტანეს, შეიცხადეს და ერთმანეთს უჩივიანო. კორნელის ტანში გააჟრჟოლა და როდესაც ტურების კივილი შეწყდა და ისევ ზღვის გმინვა შემოესმა, საშინელი კაეშანი ობლობა და მარტოობა იგრძნო. თითქოს დაუსაბამო გზებზე უმიზნო ხეტიალით დაქანცული ჭაბუკი ამ პატარა სადგურზე რკინიგზის პირას ყველასაგან მიტოვებული დარჩაო. თვალწინ მაშინვე დედის სახე დაუდგა, კარისმერეთი, მშობლიური კერა, შვა ცეცხლი, აგოია, ბავშვობა მოაგონდა და დედის ალერსი, მისი განუზომელი სიყვარული მოენატრა. კორნელი ადგა, მიხასთან მივიდა და გააღვიძა. ადეკ, საცაა ჩვენი მატარებელიც ჩამოდგება.